საერთოდ არ არის არც სახუმარო ამბავი, არ არის, ეხა ვიდეოს ვაჩვენებთ და ცოტა ხალხი მიხვდება რა სიტუაცია გვაქვს რა. عباد الله قال تعالى في محكم كتابه حافظوا على الصلوات والصلاة الوسطى وقوموا لله قانتين وعن عثمان بن عفان رضي الله عنه قال سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول ما من امرئ مسلم تحضره صلاة مكتوبة فيحسن وضوءها وخشوعها وركوعها إلا كانت كفارة لما قبلها من الذنوب ما لم يؤت كبيرا وذلك الدهر كله. وعن أبي هريرة رضي الله عنه أن رسول الله صلى الله عليه وسلم كان يقول الصلوات الخمس والجمعة إلى الجمعة ورمضان إلى رمضان مكفرات ما بينهن إذا اجتنبت الكبائر. وعن أبي هريرة رضي الله عنه أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال أرأيتم لو أن نهرا بباب أحدكم يغتسل منه كل يوم 5 مرات. ეს სად ხდება ეს ხო? როგორც ჩვენ მოგწერეს და ეს ვიდეო ჩაგვიგდეს, ეს ხდება დიღომშიო, თუ ეს შეცდომაა და ვთქვათ, ქარ ხდება, მაშინ კომენტარებში გითხრან და ვიტყვით რომ როგორც ვრცელდება ეხა ინფორმაცია ინტერნეტში, დიღმის მასივშია და ეხა ბუნება გაავს საქართველოს და მე ჭვი არ მეპარება რომ ის საქართველოა და როგორი რაღაცაა იცი ხალხო? ჩვენ უამრავ პრობლემებზე ვსაუბრობთ. რაღაც დაყოფილია ქვეყანა, რა ვიცი, უკიდურესად იმაშია სერიოზულ პოლარიზაციაშია საზოგადოება, იდეოლოგიურ პოლარიზაციაში, პოლიტიკურ პოლარიზაციაში და ამასობაში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და საკვანძო რაც უნდა იყოს, ეს არის დემოგრაფია და დემოგრაფიიდან გამომდინარეობს საერთოდ ქვეყანა იარსებებს, არ იარსებებს, ეკონომიკა იქნება, კეთილდღეობა იქნება, თუ რა იქნება. საერთოდ აგებულია დემოგრაფიაზე, რა ვიცი, ანაბანა. და საქართველოში არის შემდეგი პრობლემა. პირველი, ქართველები მასიურად მიდიან ქვეყნიდან, ეთნიკურად ქართველები. ქართველებში შობადობა არის უკიდურესად დაბალი და ახალი ოჯახები არ იქმნება. რაც შეიქმნა, ისიც განქორწინებით თავდება სტატისტიკით ლამის ყოველი მეორე. და პარალელურად ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის პაკისტანი, ეს არაბული ქვეყნები, იქიდან დიდი რაოდენობით უკვე ისეთი რაოდენობით, რომ პრაქტიკულად ყველგან თვალშისაცემია და კადრებშიც ხედავთ, უკვე ეს ხალხი ორგანიზდება, საკუთარ რაღაც რელიგიურ იმებს ქმნიან, რაღაც ორგანიზაციებს ერთად იკრიბებიან და დააკვირდით ერთ ყველა ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს. ყველა იყო საბრძოლო ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი. ანუ მან არც ერთი არ იყო რაღაც არც მოხუცი არ იყო, ეხლა ქალებთან ერთად ისინი არ ლოცულობენ, მაგრამ ყველა იყო წვევანდელი. შეიძლება ითქვას, წვევანდელის ასაკის და ის პრობლემა, რომელიც ძალიან მწვავედ უდგას ევროპას, ის პრობლემა, რომელიც ძალიან მწვავედ უდგას ამერიკას და ტრამპის მოსვლა რამ განაპირობა? ამ საიმიგრაციო კრიზისმა, ხო? მათ შორის მემარჯვენე კონსერვატორების მოსვლა და გარკვეული რეიტინგებში ზრდა ევროპულ ქვეყნებში რით არის განპირობებული? აი ამ უკონტროლო მიგრაციით, ისეთი ქვეყნებიდან, რომლებთანაც არანაირი კავშირი არ აქვს, არც კულტურული, არც რელიგიური და არც სხვა რაიმე სახის. და ეს არის ბომბი. ეხლა თქვენ რასაც ეკრანებზე ხედავდით, ეს არის ბომბი, რომელიც ადრე თუ გვიან აფეთქდება და ეს ყველაფერი მივა სისხლის ღვამდე და ამას ეს პრობლემა რომ არავის არ აინტერესებს და ეს ხელისუფლება, რომელიც ვითომ პატრიოტია და ვითომ კონსერვატორია და ვითომ ზრუნავს ჩვენს დამოუკიდებლობაზე და
იდენტობაზე, ეს ხელისუფლება ამას ყველაფერს უშვებს. იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლა გვაქვს. აი ამ ადამიანებთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს. არანაირი კავშირი რო არა გვაქვს ეგეთ ხალხთან. არ მინდა ეხა მე ეს ხალხი რატო იკრიბება ჩემს ქვეყანაში ეს ხალხი და რაღაც რელიგიურ იმებს რატო ქმნის. რა ასე თავისუფლად. რატო უნდა იყოს ეს ასე გამარტივებული? მე არაფერში არ ჭირდება ეს ხალხი. ეს ხალხი ჭირდება ბიზნესმენებს. იმიტომ რომ ქართველები გააქციეს. ხო, ქართველები ითხოვენ ზედმეტად მაღალ ხელფასებს. მათთვის ბიზნესმენები. მათთვის ბიზნესი საქართველოში ხო ბიზნესი უნდა იყოს აი კონკურენტუნარიანი, არა, აი ხო ბევრი ფული უნდა გააკეთოს ბიზნესმენმა და ქართველები მაღალი ცხოვრების სტანდარტს ითხოვენ. და ესენი ჩამოდიან და უფრო ცუდ პირობებში დაბალი ხელფასებით თანახმარიან მუშაობის. ამიტომ ბიზნესს უნდა. ბიზნესი კმაყოფილი. ბიზნესს უნდა და საერთოდ ბიზნესს რა უნდა იცი? არა აქვს პრობლემა ის ქართველები რომ წავიდნენ უცხოეთში და ამითი რომ ჩანახდნენ. ეს უფრო იაფი უჯდა. იმიტომ რომ მე მთელი რიგი ასეთი წრეები შეიქმნება, რომლებიც რაღაცა უფლებების დაცვა და ასე შემდეგ, რომ საერთოდ შეუძლებელს გახდის მე ამ ბიზნესის ამ გარემოს შეცვლას. და ამიტომ საქართველოში ბიზნესმენებმა როგორც ჩანს, აი დასავლეთის შემხედვარე იქ რანაირი მოდელიც არის, რომ აი ემიგრაციით რო კეთდება ბიზნესი, ხო? რაღაცა ეგ ეთყობა იფიქრეს, რომ საქართველოშიც ეგ მოდელი უნდა იყოს და უნდა მიუბაძოს. ხო, რაღაც საქართველოს მულტიკულტურული ქვეყანა უნდა აი რა პრობლემა ამაში ცოტა რომ ხალხს აუხსნათ რა აი ამ სურათში. საერთოდ ასეთ სურათს ახლა საქართველოში თუ ნახავდით, თლად ახლა 5 წლის წინ არ წარმომედგინა. ან 5 წლის წინ ეგრე არის საკითხი, რომ აი ხალხს როგორ წარმოედგენით, იცი? საქართველოში ასეთ რაღაცა საფრთხეს ჩვენ ისეთი მდგრადი მენტალობის ხალხი ვართ, რომ ვერც გაბედავენ და ისიც ვთქვათ რა იგულისხმება, რა არის გასაბედი ხალხი შეიკრიბა დაუშვათ და რელიგიურ ქადაგებებს ეწევიან. ეგ როგორი რაღაცა იცით ხალხ, ხო? საერთოდ საჯარო სივრცეში შეკრება ჩამოსული ხალხის და რელიგიური ან პოლიტიკური ქადაგებების წარმოება, ან კულტურული ქადაგებების წარმოება, ეგ არის გარკვეული მტრული აქტი და ძალის დემონსტრება. აი ეს არის საკუთარი დომინაციის საჯარო დემონსტრაცია. საკუთარი კულტურული, რელიგიური ექსპანსიის დემონსტრაციული ფორმა. ანუ ეგ როგორი რაღაცა იცით? აი ჩამოსული ხალხი გვერდზე გადავიდეთ, კაცო, პოლიტიკური ჯგუფი რო ჩავდივარ, ჩვენ და სხვებსაც ეხებათ, ყველა ჯგუფს ეხება, ხალხში, ქუჩაში რო აწყობს, სოფელში, დასახლებაში, რაიონში, სადაც უფრო მithumetes შეკრული სივრცეა, რაღაც საკუთრები, იმ სივრცის საკუთრებით განსაკუთრებული, იქ შეიძლება კონფლიქტი მოგივიდეს უბრალოდ იმაზე, რომ აი საჯაროდ რატო დადექი და შენ რატო შენ პოლიტიკური შენ შეხედულების ექსპანსიის დემონსტრაციას რატო ახდენ? ეს არის გარკვეული გავრცელების ფორმა და უცხოელების ჩამოსული ჯგუფი რო იკრიბება და მაგას აღარერიდება, რომ საკუთარი კულტურული ექსპანსიის აქტები ახორციელოს თან ასე მრავალრიცხოვან. ეგ ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში მაგას ვეღარ გააჩერებს და გადატეხავენ. მე დაგისვავ, აი კიდე უფრო გავამარტივებ და უფრო გასაგებად გავხდი. აი ვინც ახლა გვისმენს. ჩვენ რო ჩავიდეთ პაკისტანში, რაღაც 100 ქრისტიანი ქართველი და რაღაც ისლამაბადის ცენტრში რომ დავიწყოთ საჯარო ლოცვა. ხო დავფიქრდებით, ეს ხო არ გამოიწვევს იმათში რაღაც უკურეაქციას, ამით ჩვენ მათში აგრესიას ხო არ საერთოდ შესაძლებელი იქნება მაგის გეტყობა. არა, ეგ არ იქნება შესაძლებელი, მაგრამ ჩვენ ხო მაგაზე დავფიქრდებით. იმიტომ რომ ეგ მაგას ნიშნავს. აი მოდელირება რო არ არის, რომ ეგ არაფერს ეგ ნიშნავს. შენ რო დემონსტრაციულად უცხო რელიგიის, კულტურის რაღაცა ჯგუფი რო იკრიბები სხვა ქვეყანაში და საჯარო, კულტურულ ან რელიგიურ რაღაცა აქტს ახორციელებ, ეს არის შენი რელიგიური და კულტურული დომინაციის
აშკარა დემონსტრაცია. ეს არ უნდა შეგვეშალოს ჩვენ ქართველებს. აი მოდელირება რო გავაკეთოთ მართლა ქართველები ან მის მიერ სხვა ერის ქრისტიანები რო ჩავიდნენ პაკისტანში რაღაც ჯვრებით დადგნენ სადღაც და ქადაგება დაიწყეს აბა მეომარნო ქრისტესანო ჩვენ სანამ ერთად ვიდგებით ვერავინ დაგვამარცხებს და ასეთი ტექსტებით რო ილაპარაკო ხო მაგას მტყულად არა თუ მტყულად მიიღებენ მაგას ეგ მტყული აქტი იქნება იქ ლიბერალებისთვის ახლა ჩვენ რაზეც საუბრობთ ეს არის რაღაცა ფაშიზმი რაღაც ადამიანის უფლებების დარღვევა მაგრამ რაც გინდა ის დაგვიძახონ ლიბერალებმა აი მოდი მე უფრო მაინტერესებს პრაქტიკული მაგალითები დასავლეთმა თავის დროზე წამოიწყო ეს სიგიჟე ეს სუიციდალური რაღაც პოლიტიკა რასაც ქვია მულტიკულტურიზმი ამ თავისი სიდებილით განპირობებული ვითომ ჰუმანისტური რაღაც იდეებით ეგეთი ქვეყნებიდან როგორიც არის პაკისტანი ინდოეთი აფრიკის ქვეყნები რაღაც არაბული ქვეყნები ავღანეთი დაიწყო თავისი ქალაქების და სოფლების ავსება და ნუ ეხლა ვინც ევროპაში ცხოვრობთ ან დასავლეთში ხშირად გიწევთ ყოფნა კი იცით ხო სადაც ეს ხალხი კოლექტიურად სახდება იქ კრიმინალია იქ პრობლემებია და მეტიც ეხლა ამას წინათ დიდ ბრიტანეთში რა სკანდალი გასკდა სხვათა შორის ილონ მასკმაც აღნიშნა მე ეგ წარმოიდგინე რამოდენიმე ასეული პაკისტანელი კაცი წლების განმავლობაში აუპატიურებდნენ ბრიტანელ არასრულწლოვან გოგონებს ეს მერე რო გასკდა ეს ყოფილა თურმე წლების განმავლობაში აი ფართოდ გავრცელებული ათასობით ეგეთი შემთხვევაა თურმე დიდ ბრიტანეთში და სკანდალია ეხა აწეული ამ ინგლისში ამის გამო პოლიცია ხუჭავდა ამაზე თვალებს იმიტომ რომ ცხადია ხა ეს ხალხი ხო ლიბერალურ იდეოლოგიაში ეს ხალხი პრივილეგირებულ მდგომარეობაში სულ რომ ბავშვი გაუპატიუროს რაღაც ჩამოსულმა პაკისტანელმა ну ეგ უნდა აიტანო ეხა ლიბერალმა უნდა აიტანო აბა როგორ სხვანაირად არ შეიძლება და ხალხო მოდი რა რაც უკვე იმ ხალხმა საკუთარ ტყავზე გამოცადა და იცის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ტრამპის ეფექტი მემარჯვენე კონსერვატიული ძალების ასეთი აღზევება დასავლეთში პირველ რიგში განპირობებულია ამ მულტიკულტურიზმის შედეგად და საიმიგრაციო კრიზისით ეს ხალხი არ ინტეგრირდება ეს ხალხი ცდილობს საკუთარი რელიგიური და კულტურული დოგმების დამკვიდრებას და შენს დაჩაგრვას შეეცდებიან ბოლოს და მოდი რა ეგ არ დაუშვათ ჩვენს ქვეყანაში და პირველ რიგში ეხა ვინც იმის ოცნების ამორჩევლების ხო გვიყურებენ პირველ რიგში მიუტრიალდით თქვენს მთავრობას იმიტომ რომ მთავრობის გამოხდება ეს ყველაფერი